რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია. აქ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონებს ქმნიან ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, ხოლო სახელმწიფო მმართველობა კოლეგიალურ თანამშრომლულ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილებების მიღება ხდება კენჭისყრის გზით. რესპუბლიკური მმართველობა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომლის მიხედვით ხელისუფლება დაყოფილია სამ დამოუკიდებელ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ამასთან მოქმედებს ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის მექანიზმი, რომლის შესაბამისად თითეული სახელისუფლებო შტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, მაგრამ მათი ფუნქციონირება დამოკიდებულია ურთიერთზემოქმედებასა და თანამშრომლობაზე, ისე, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება და შესაძლებლობა ჩაერიოს ან მიითვისოს მეორის უფლება. ერთმანეთისაგან განასხვავებენ საპარლამენტო რესპუბლიკას, საპრეზიდენტო რესპუბლიკას და შერეული მმართველობის რესპუბლიკას. საპარლამენტო რესპუბლიკებია მაგალითად ევროპის ქვეყნები: ფინეთი, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთი, იტალია, საბერძნეთი. რესპუბლიკის ამ ტიპში მთავრობის ფორმირება ხდება იმ პარტიათა მიერ, რომლებმაც არჩევნების შედეგად მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს პარლამენტში. შესაბამისად, მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ამ პროცესში პრეზიდენტის როლი ნომინალურია. ეს ნიშნავს, რომ მისი აქტები იურიდიულ ძალას, როგორც წესი, იძენენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ დაეთანხმება პარლამენტი ან მთავრობა. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა ქვეყნის მოსახლეობის მიერ საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით. ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევა ხდება პრეზიდენტის მიერ, საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად. დღესდღეობით საპრეზიდენტო რესპუბლიკებია ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, არგენტინა, ჩილე, აზერბაიჯანი, სომხეთი და ასე შემდეგ. რაც შეეხება შერეული მმართველობის ფორმას, საპარლამენტო და საპრეზიდენტო ნიშნების შერევის ფორმები, როგორც წესი, ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში სხვადასხვანაირია, რის გამოც ამ ფორმის შიგნით ცალკე გამოყოფენ ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკას. ამჟამად საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაა.